Hey, მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვაქსონა, გიბრუნდებით ახალი ვლოგით. აუცილებლად სანამ დაიწყებთ, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ და დააკომენტარეთ, რაც გნებავთ. და მოკლედ გიბრუნდებით ახალი სატვირთოს ვლოგით. ძალიან ბევრი რაღაცა შეიცვალა წინა ვლოგიდან, როგორც გითხარით, ის ვლოგი 1 თვის წინანდელი ვლოგი იყო. ეხლა არის პარასკევი, 31 ოქტომბერი. Halloween-ი არის, ვინც აღნიშნავს Halloween-ს, Happy Halloween, გილოცავთ Halloween-ის დღეს. მე პირადად არ აღნიშნავ, მაგრამ ხო, მაინც. და მოკლედ მე დავიწყე ახალ კომპანიაში მუშაობა, Freightliners ვატარებ, აი ესეთია. ცოტა სხვანაირია რა, ცოტა ძველებური მოდელია. დასალაგებელია მაინც რაღაცეები. და ჭუჭყი დაიყარა უკვე იმდენი ხანია. ორშაბათს დავიწყე ამ კომპანიასთან და მოკლედ ეხა პირველად მივდივარ ტექსასში, რა არის? ოდესა, ტექსასი, როგორც ხედავთ. მივდივართ ოდესა, ტექსასში, $3-ში და ნამცხრები მიგვაქვს. ძალიან ლაითი ვართ, ანუ ძიმე არა ვართ, 17,700, 18,000 პაუნდი. ჩამული მაქვს უკვე ტრაილერი და დღეს ვატარებ ერთი საღამოს 10-მდე ალბათ რაღაცებს გადავიღებ და მერე რო გავჩერდები იქაც გადავიღებ დროებით და დაგიბრუნდებით მალე. At the end of the street, turn left. მოკლედ, როგორც ხედავთ, მივდივართ. ტარების უფლება გვაქვს 2 საათი და 30 წუთი ჯერჯერობით. და მე მოკლედ ფიქრობ, რომ საწვავი ჩავასხა რა. 2 საათში გავჩერდები, ლოვესზე უნდა გავჩერდეთ. აუ, რამ ხელა მოძრაობა, ეს რა ხდება, მოკლედ ბევრი დიდი მოძრაობა. ტრასაზე გავალთ მოკლედ და დაგიბრუნდებით მეგობრებო. მოკლედ გამოვედით მეგობრებო გზაზე. აი ეს ავტობუსზე ვართ. გაჭედილები, 2 წამი მირეკავენ, მაცადე. Hello? Hey. Yeah, I'm leaving right now. I got the new trailer and I got the bill of lading. I'm driving right now. I have 2 hours and 27 minutes to drive right now. Yeah, I have that. I left. Yeah. Yeah, I'm waiting to go right now. I don't know, they're doing something over there. I just left. They're working on it. Turn right at the traffic light. Yeah, I'm going right now. There's traffic. Yeah, 28 hours, 29 hours. Oh my god, it's far, bro. 28 hours. Yeah. Almost 29, or basically 29. 28 hours and 53 minutes. Yeah, I guess so. Monday yeah, but I'm saying 28 hours to go there. I need 20 hours. Yeah, 28-hour drive, 29 hours I need to drive. When is, let's see, 10 date to ship. When do I have to deliver? Let's see. Appointment 11:03 at 9:30 a.m. So Monday morning. Okay, yeah, I'm light, 22 pallets. How much
But it doesn't say how much you paid here for this load. Can you send me a screenshot maybe? It doesn't say how much you pay here. Yeah. No, you did not, no. Okay, thank you. You have a good day now. I will, thank you. Bye. მოკლედ მეგობრებო, მანდრაც გაიგეთ, ანუ დისპეჩერს ველაპარაკებოდი, ამ ტვირთზე მეთქი რამდენი გადაიხადე თქვენ, იმიტომ რომ არ ეწერა რა. In 1/2 mile, turn left on და Willow როგორი Avenue. პატარა ეს იყო. ახლა გამოვედი და ძალიან საცობია და მერე დაგიბრუნდებით რა, სადმე რომ გავჩერდები. აბა ჰეთ. მოკლედ მეგობრებო, გამოვედი ცოტა ქალაქიდან, გზაც გასუფთავდა. აი ხა რა ვიცი, 29 საათი გვაქვს მოკლედ რა. სავალი. ტექსასის სიმენა მეორე მხარეს, ანუ მთელი ტექსასი უნდა გავიარო ფაქტიურად. საინტერესო გზებზე Turn ვივლით. right at the traffic light. მთებშიც მიწევს მგონი სიარული, როგორც ვნახე რა. რუკაზე. და რავი, ძალიან ძიმეც არა ვართ და კარგია ეგ რომ ძალიან ძიმე რო არა ვართ, მაგრამ ძალიან ვიწრო გზებია. აუ, აი ეს ტიპი სად გაჩერდა. I need to. In 2 3/4 miles, turn right on Buckle Avenue. ნახე. ой, გონი შევედით. ზუსტად შევედით. ხოდა აი ესეთი ვიწრო გზებია. არა, რა ვიცი. მოვახერხებთ რაღაცას და ამ ტვირთსაც მივიტანთ ორშაბათს. დაგვცლიან და იქიდან მერე უკან უნდა წამოვიდე ნიუ-ჯერსიში რა. ნახოთ რა იქნება. როგორ. ცდი რომ სადმე გავჩერდე, რავი, არასდროს არ ყოფილვარ ტექსასში და მერე კომენტარებში დამიწერეთ, თუ წავალ კიდე ტექსასში ან სადმე იქეთ მითხარით რა, ანუ სად შეიძლება რომ გავჩერდე, რა ვჭამო, რა გავსინჯო და ასე შემდეგ რა. გამაგებინეთ ყველაფერი. დაგიბრუნდით, მოკლედ აი ჩერდებით ახლა. ზუსტად 20 წუთი დაგვრჩა. 1/4 mile, turn left. 20 წუთი დაგვრჩა რომ ნახოთ სად გავაჩერო, არ ვიცი. Turn left. გავჩერდე და ზუსტად მოვასწარით რა, ახლა ვჩერდები აქ. წესით შესასვლელი უნდა იყოს სადღაც პარკინგო, ну აქ შემიძლია ხო შესვლა. აბა ვნახოთ. Arriving in Sunoco, Delaware. ბევრი Welcome ხანი center არ უნდა on the გავჩერდე left. და უცბად რომ სადღაც ჩავაყენო. საკმარისიც იქნება. აი აქ, აი. რამხელა ადგილია, ადვილად შევალ უცბად. Please drive to highlighted route. და იმას ვიზავ ახლა. Turn left.
then take the შიგნით first შევალ. left. ჯერ გავასწორო ტრეილერი, რომ კარგად იყოს გაჩერებული. ცოტა უკან მივიდეთ კიდე. მოკლედ მეგობარო, ეგ გავაჩერეთ. ნაგავი მაქვს ცოტა. და ახლა შევალ შეგნით. ნახავ რეები იდება. რაღაცა მინდა ვიყიდო, მე ღამისთვის რა. შეიძლება რაღაც საჭველებიც კი ვიყიდო. 17 გრადუსი ცელსიუსია გარეთ, მაგრამ ძალიან ცუდი ქარია. ქარი რო არის. მაგის გამო იმაშება ხია. მოვედი მაღაზიაში. აი ესეთი მაღაზია რა, ყველაფერი იყიდება, რაც გინდა. ტაკისები. რავი, 1000-ნაირი ტაკისია. არა, ამიტომ ძალიან მწარია ჩემთვის რა. წვანე, ლურჯი, რავი, რაც გინდა. ყველაფერი აქვს ყვითელი. აქ რაღაცა სათამაშოები აქვთ. პიკაჩუ რასაყვარელია. აქეთ რაღაცა სნაკებია, სნეკები. რავი, ახლა დავდივარ რა, ვათვალიერებ მაღაზიას. პიპიები. რედბულები. აქ ყველაფერი $1 ღირს რა. აბილეულობა. მოკლედ რაღაცებს ავარჩევ რა. რაღაცებს ვიყიდი და მე სატვირთოდან დაგიბრუნდებით დროებით. მოკლედ მეგობრებო, დავბრუნდი სატვირთოში. და ანუ როგორც ხედავთ, $35 დავხარჯე საჭმელებში. პიცა ვიყიდე ერთი ყველის, მეორე პეპერონი, ანუ ერთში გადავეხადე, მეორე კიდე უფასოდ რა. $10 ღირდა ერთი ცალი და მეორე უფასოდ. ცივი ყავა ვიყიდე ესეთი 2 ცალი. ვიყიდე ეს არიზონას დასალევი, რომელიც უგემრიელესია, mucho mango, კოქტეილია, fruit juice cocktail. ვიყიდე ყურძენი $3.39 და ვიყიდე რამდენი ერთი ბევრი, აი ეს უგემრიელესი peanut butter strawberry jam-ით სენდვიჩია რა. ძალიან გემრიელია და აი ეგენი ვიყიდე, თუ ხედავთ. და ახლა მე შევჭამ რამოდენიმე პიცას და გზასო დავაწვევით. დაგიბრუნდებით. ისე რამის და მავიწყო და მისაწერი მაქვს, მოკლედ ძალიან ადვილად. როგორც ხედავთ, Telegram-ზე გვაქვს ჩატი. აი შეხვალ და პროსტა უნდა მივწეროთ, რომ საათები გჭირდებათ. გავუგზავნით ჩემ bill of ladings, ანუ რო გაჩვენეთ დასაწყისში რა. აი ამის ფოტოს და მოგჩემენ საათებს, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, ოიმიდე და დავჭიდე 2 წუთი. ანუ 1 საათი დაგვრჩა 11 hour driving limit-ზე. 14 საათიანზე არაფერი აღარ დაგვრჩა. 30 წუთზე 8 საათი, მაგრამ ესა და 20 საათი დაგვრჩა, სანამ 34 საათი უნდა ვიყო გაჩერებული. მაგრამ
როგორც ახლა მივწერ, ისე ჩვეულებრივად მივწერ ამათ და საათებს დამიბრუნებენ რა და აი რადგან კი მაქვს 8 საათი, კი მაქვს 20 საათი და კი მაქვს 1 საათი და თქვენი ფიქრებთ, რომ შეგიძლია რა 1 საათი კიდე ტარება, მაგრამ არა. რადგან აღარა მაქვს 14 საათი, უნდა გავჩერდეს, სანამ ეს საათები არ მომემატება. სხვა კომპანიებში 10 საათი ჩერდები და გიმატებს ავტომატურად გიბრუნდება ეს საათი რა. შეიძლება მარტო 7 საათი დაგჭირდეს გაჩერება ან 2 საათი. მაგას მერე აგიხსნით სხვანაირი რაღაცა. მაგრამ მარტივად რო ვთქვათ, 10 საათი ჩერდები და გიბრუნდება ეს საათები, ანუ ეს წავა 11-ზე, ეს 14, ეს 8 საათი და ეს ერჩება რა 20 საათია დარჩენილი. ეს არის ანუ კვირაში რამდენი ხანი შეგიძლია იმუშაო რა. და გზას დავუბრუნდებით და საათები რო დამიბრუნდება, გაჩვენებთ ყველაფერს და გავაგზავნებთ გზას. დროებით. ეხლა ჩავასხით საწვავი. მინდოდა რომ გადამეღო და მეჩვენებინა რა. მოკლედ 160 გალონი და გვიჯდა 600 რაღაცა $. გადაღება მინდოდა, მაგრამ GoPro პრობლემები მომცა და ვერ გადავიღე ვერანაირად და ამ წუთას დავტოვე პაილოტზე კი არა და ლოვეზე ვიყავი რა. იმიტომ რომ ეს კომპანია მარტო ლოვეზე ასხავს. იმას მარტო ლოვეზე შემიძლია ჩავასხა. ანუ სხვაგანაც შემიძლია, მაგრამ სხვაგანაც ჩავასხა ჩემი საკუთარი თანხით უნდა გადავიხადო რა. ხო ხდებით. რატომ უნდა გადავიხადო ჩემი საკუთარი თანხით, ჩემი საკუთარი ბარათიდან. ანუ მე მაინც კი იმას შვებიან, ანუ გიხდიან რა. კვირის ბოლოს გაძლევენ იმპულს უკან, რაც დახარჯე. საწვავში ან weight station-ზე რა, scale-ებზე. თუ შენი ბარათით გადაიხადე. ეგ კარგია რა. ხო და ეხა 24 საათი კიდე დარჩა ტარების დრო. და მოკლედ ცოტა ხანი ვატარებ კიდე თქო და მერე დავიძინებ რა. და ხვალე კიდე გავჩერდები. ხვალე უფრო დასვენებული ვიქნები, პოლიცია. ხვალე გავჩერდები დღის განმავლობაში სადღაც და ვიბანავებ რა. მაგასაც გაჩვენებთ. ხო და რა მინდოდა კიდე. მინდათ დაგელაპარაკოთ გათამაშების შესახებ. ანუ გათამაშება გვაქვს რა. კაი ხანია ვთქვი ამ გათამაშების შესახებ. და ესე ვთქვი რომ 500 გამომწერზე მეთქი ვიტყვი გამარჯვებულს თქო რა. მაგრამ წესიერად ვერავინ ვერ გაიგო წესები. არც მე ამიხსნია კარგად, ანუ არ ავხსენი კარგად და ეგ ჩემი ბრალი იყო. და თან ეს არის რა ქვია. ძალიან ცოტა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ასე ვფიქრობ, რომ მეთქი ახლა თავიდან ვიტყვი წესებს თქო აგეხსნით ამ ბლოგში. თან ცოტა დროს კიდე მოგცემთ, ასე ვფიქრობ 1 კვირა ვიდეოს დადებიდან ან 2 კვირა, რომ გათამაშებაში მიიღოთ მონაწილეობა და გვეყოლება მოკლედ 3 გამარჯვებული. ვათამაშებ $40 Steam gift cards, ანუ 1.50. 3 არა, ბოდიში, 2 გამარჯვებული იქნება. $40 Steam gift card-აზე, ანუ
ორ ადამიანს გადაეცემა სხვადასხვა $50 Steam gift card-ა გათამაშების გამარჯვებულს და ვფიქრობ, რომ ესე ან 700 გამომწერზე ან ერთ-ორ კვირაში გამოვავლინო უკვე გამარჯვებული რა ვიდეოს დადების მერე 1-2 კვირა რო გავა. წესებისთვის კიდევ აუცილებლად ყველა ვიდეო დაალაიქეთ და უყურეთ თუ არ გიყურებიათ ვლოგები. წინა ვლოგი უყურეთ, წინა ვლოგს უყურეთ, ძალიან მაგარია ეგ. აი, მოკლედ, ყველა ვლოგი არა. წინა ვლოგი რაც დავდე ახალი სატვირთოზე, მაგას უყურეთ. და ამ ვლოგს უყურეთ, დაწერეთ კომენტარები. წინა ვლოგზეც და ამ ვლოგზეც. და ამ ვლოგზე დაწერეთ, კიდევ ამ ვლოგის კომენტარებში დაწერეთ, რატომ იღებთ მონაწილეობას ან რას იყიდით ამ $50 Steam gift card-ით. ასევე დაალაიქეთ კიდევ ერთხელ, გამოიწერეთ არხი. ზარით ჩართეთ შეტყობინების ზარი, რომ მოგივიდეთ შეტყობინება, როცა ახალ ვლოგს დავდებ, ან როცა ლაივში გავალ. და ასევე უნდა შემოხვიდეთ Instagram-ის არხზე, ანუ არხი გვაქვს Instagram-ზე. აქ იქნება ჩემი Instagram-ის გვერდის ფოტო. შეგიძლიათ მომძებნოთ და მიმატოთ და შემოხვიდეთ იქიდანვე ჩვენს არხში. იქვე ჩემს პროფაილზე არის ღილაკი, ვაქსონას ვლოგების სია. წეგან რატომაც შეწყდა ვიდეო, არ ვიცი რატო, მაგრამ ხო, Instagram-ის არხზე შემოდით და იქ იქნება რაღაცას დავდეთ და იმაზე და რეაქცია გააკეთეთ რა, ანუ შეგიძლიათ ან reply იქნათ და ანუ ხო რა დაწეროთ რამე იმ კომენტარზე თვითონ ან რეაქცია რამე რა, რომ ანუ მე ვიცოდე, რომ ყველაფერი შეასრულე, ყველა წესი რა. გამარჯვებული Instagram-ის არხში გამოვლინდება, ანუ ვინც იქნება გამარჯვებული დაიწერება Instagram-ის არხზე, ამიტომაც მაგიტომ არის საჭირო, რომ Instagram-ის არხზე იყოთ. და სხვა მეტი არაფერს არ ვითხოვთ თქვენგან. ცადოთ, რომ ეს ვიდეო ავიყვანოთ 50 ლაიკი, იმიტომ რომ წინა ვლოგი ავიდა თითქმის 40 ლაიკზე და ძალიან მადლობელი ვარ. შეიძლება უკვე მეტი ლაიკიც აქ არ ვიცი. არა რომ ნახე 40-მდე იყო მე მგონი. და თუ ავალთ 50 ლაიკზე ამ ვლოგზე ძალიან გახარებული ვიქნები, ძალიან მადლობელი ვიქნები. გადააზიარეთ თან აუცილებლად მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, ბიძაშვილებთან, მამიდაშვილებთან, ყველასთან რა. აი იქნება მოეწონოთ მათაც ეს ვლოგები, რა ვიცი და რაც უფრო ბევრი ხალხი ვიქნებით უკეთეს. მოგესალმებით მეგობრებო, მეორე დღე არის, შაბათი დღე არის, დილის 10 წუთი არის. ეს ტვირთი ორშაბათს უნდა მივიტანოთ 10:30-ზე და მე ხა არ გადამიღი არაფერი, მაგრამ შევედი კბილები გავიხეხე, ცოტა ვირბინე რა, ვივარჯიშე რამე რუმე გუქნები და აი ხა ვიკეთებ ჩაის. აი წყალი გვაქვს და ისიც გვაქვს ჩაინიკი. აი აქ არის ჩვენი პატარა და კოხტა ჩაინიკი. ამაში უცბად ჩავასხავ წყალს 2 წუთით. აჰა, ცოტა დამეღვარა და ცუდად მეჭირა, მაგრამ ეგ არაფერი.
ცოტა ძნელია ერთი ხელით რო აკეთებ ყველაფერს. და ახლა მე ამას დავდგავ. მაცივარში კიდე ჭიქას გადავაგდებ მე. ახლა როგორც ხედავთ, ეს ჩაი ცხელდება და მაცივარში peanut butter და ჯელი გვაქვს, სენდვიჩები. ის სამწალს მივაყოლებ რა. აი ესეთ პაჭკებშია რა. peanut butter and strawberry jam. ანუ peanut butter-ი და მარწყვის ჯემი. უსია შიგნით. ძალიან გემრიელია, ძალიან მიყვარს ესენი, ადრეც სულ ყიდულობდი და სულ ჭამდი და ეს კიდე აგერ შაქარით ჩავყაროთ. ცოტა შაქრიანი მიყვარს რა, ტკბილი მიყვარს ჩაი. ეყოფა მე მგონი. ბევრი შაქარი არ ჩაყაროთ ხოლმე ხალხო. მოკლედ დაგიბრუნდებით გზას რა შევედგებით რა. კიდე ეგ 7-Eleven-ი არის და Burger King-ი არის და აქ გავჩერდი. და ახლა დავეწყე მოძრაობა, ტარება. გავალთ ახლა ტრასაზე და გავაგრძელებთ ჩვენ გზას ტექსასისკენ. პირველად ვარ, როგორც გითხარით, გუშინაკეთ. ესე შორს. Turn right on US 11, then take the second left. დაცხათან ძია, ჩვენი ერია მიდია. იმედია ჩემი ხმაც კარგად ისმის. ეს მანქანა შემოდის, მე ხა ცუდად გავდივარ აქედან. მაგრამ არა უშო სადაც შემოუშვეთ და მე წავა. არ არის საცობი. საცობი რა მოძრაობა. ცხელა მოკლეთ რა. 19-17 გრადუსია უცბად დათბა. დილას ციოდა. ეხა რაც უფრო ტექსასისკენ წავალთ, უფრო დაცხება რა, იმიტომ რომ იქეთ მე მგონი სულ უდაბნოებია რა. და ნახოთ რა იქნება, როგორი ამინდები იქნება. და ღმერთმა რავი სულ წნარად შვიდად და კარგად გვატაროს რა. მოკლედ მეგობრებო, ეხლა ვარ გაჩერებული პაილოტზე. აი ჩავალაგე ჩემი ტანსაცმელები. უნდა შევიდე ვიბანავო. მოკლედ დღეს ვიყიდე ეს საყვარელი LP, ვიცი კარგად არ ჩანს. მოიცადე შოქზე გამოვიტანო. ინახე, რა საყვარელია, მიყვარს. ძალიან საყვარლობაა. აი ეს მიზის დავსვი აქა და აი ესეთი პატარა გრინჩის ფერის ნაძვის ხე. ძალიან მიყვარს ახალი წელი. ვისაც გიყვართ კიდე გამაგებინეთ და მითხარით კომენტარებში. ეხა მე მეკუთვნის აქ მაქვს უფასო შავერი. შეგვიძლია შევიდეთ პაილოტში და ძალიან ადვილად ორი გესტი გვაქვს ჩვენ წინ რა, მაგრამ შეგვიძლია ჩვენ უკვე რომ просто აი ამას ესე დავაჭიროთ. You don't have please see a team member to fuel 50 diesel gallons. არა, მაქვს შავერი. მოკლედ საყიდი გვექნება. ეგ არაფერი. შევიდეთ და ვიყიდოთ, გადავიხადოთ შავერში რა. შავერის ისინი გადავიხადოთ. და გაჩვენებთ შიგნით როგორია. დაგიმბრუნდებით მალე. მოკლედ მეგობრებო, $17 გადავიხადეთ შავერში. ვიბანავოთ და ჩვენი ველოდებით 95. ეგ იქ, მოიცადე 95 დაეწერა და მალე ჩვენი შავერიც აი ეგ დაიწერება მაღლა რა. 95-ის გვერდზე. თუ ხედავთ.
გი 95. მოკლედ მეგობრებო ვიბანავე. და ეხა ეგ მოსაცმელი მაქვს. მოვიცმევ და წავალთან წვიმის გარეთ აგრილდა. და კიდევ დაგიბრუნდებით გზიდან მალე დროებით. ანუ ცოტა ახლოს გავაჩერე რა როგორც ხედავთ და კარები რო გავხსენი. სატვირთოში, ეგ იქ. მაღლა არის სარკე რა. პატარა სარკე ამ შავ სატვირთოზე. და პროსტა პატარათი მიედო რა. და ტიპი გამოექანა რომ გაიგო ხმა რომ მიედო. აი ეს რო გავხსენი კარები მიედო. და გამოექანა. გარეთ ეს ფანჯარა ჩაუწია დამარტყიო. აი მას აქნა პატარა რაღაცაზე ამხელა პრობლემა შექმნა პროსტა რა. აგე იქ მაღლა, აი იმ სარკეს. აი იგი თუ ხედავს აგე იქ სარკე და აი ეს ჩემი კარები ცოტა ესე მიედო რა. ეხლა არ მივადებ, თორე კიდე გამოვარდება. და იმხელა ამბავი ატეხა. ნუ არ ვიცი, ანუ ადამიანო რამე არც ნაკაწრი არ არის, არც არაფერი რა, პროსტა მიედო კარები ნაზადთან. და ტიპმა რამხელა ისატეხა რა, აი არ ვიცი. მოკლედ ახლა ავალ სატვირთოში და დაგიბრუნდებით რა. მოკლედ მეგობრებო, ეხლა ვარ Interstate 40-ზე და აი wait station-ი ღია ვართ, არკანსოში შემოვედით ეხლა. და გაინტერესებთ ყველას მეკითხებიან ხალხი რა ხდება wait station-ებზე ან რამეს თუ ამოწმებენო და აი ეხლა შემიყვანეს wait station-ზე როგორც ხედავთ. და ვნახოთ რავი რა იქნება რა. ჯერჯერობით bypass-ის იმას გვაძლევენ, რომ bypass ქენიო რა. ანუ არ შეხვიდეს scale-ზე, როგორც ხედავთ. არაფერი არ არის, აი თქვენ თვითონაც ხედავთ, სულ ცარიელია რა. წვანე ისა გვაქვს სიგნალი და ერთი პოლიციელია აქვს, სხვა არაფერი, highway police. სხვა არაფერი არ ხდება რა. აი მთელი გზა ხო მოვდივარ ამ ხელა გზაზე წამოვედი და ერთხელ არ შევსულვარ wait station-ზე, პროსტა ეხა შევედი ერთხელ და ეგეც bypass-ი მიქნეს. ანუ წადიო რა, არ გჭირდებაო შემოსვლაო და აწონვაო და რამე რა. ხო და თუ გაქვთ საბუთები და ყველაფერი წესრიგშია, არაფერი სანერვიულო არ გაქვთ რა. პროსტა მაგას გეტყვით. ჩვეულებრივად შეგიძლიათ იაროთ. კიდევ ერთხელ არხი გამოიწერეთ, გადააზიარეთ მეგობრებთან. ასევე როგორც ხედავთ გვაქვს ჩვენი მერჩი, ჩვენი მაიკა, Waxona Vlogs და ვისაც გინდათ რომ ამ არხს დაეხმაროთ და მე გვერდში დამიდგეთ, შეგიძლიათ Instagram-ზე მომწეროთ პირადში, ლინკი ვიდეოს აღწერაში იქნება და შეგიძლიათ შეუკვეთოთ. ასევე ეხა ძალიან მალე, შემდეგ რამოდენიმე კვირაში გამოვუშვებთ hoodies საახალწლოს რა. და ძალიან მაგარი იქნება, ძალიან მაგარი გამოდის ჩემი აზრით და მაგის გამოწერაც შეგეძლებათ ძალიან მალე. ნახვამდის და მომავალ ვლოგამდე.